ბატონო გოგი, რამდენიმე დღეა მიდის ქვეყანაში საუბარი იმაზე, ოპოზიცია აცხადებს მშვიდობიან რევოლუციას. მე ძალიან კარგად ვიცი ამ სიტყვის ფორმულირებაც, მაგრამ თქვენზე მეტად არავინ არ იცის, რას ნიშნავს მშვიდობიანი რევოლუცია. რამდენად ჯდება ეს ქართულ სიტყვათა ლექსიკონში ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან? მშვიდობიანი დამხობა. ხო, რას ნიშნავს? ეხლა არის სიტყვები, რომელიც ერთმანეთს ვერ ეგუება, ერთი მეორეს მნიშვნელობას გამორიცხავს. ეხლა თავისთავად ცხადია, ვსაუბრობთ მაგალითად სირცხვილი და საამაყო. შეიძლება თუ არა სირცხვილი იყოს საამაყო. ვიღაცამ რაღაც ჩაიდინა და იამაყოს იმითი, რომ ეს გავაკეთე. აი ასეთი მიმართებებია სიტყვასა და მის მნიშვნელობას შორის. დამხობა შინაარსობრივად ერთადერთი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ ლექსიკონში. ეს არის რაღაცის დაანგრევა, მისასთან გასწორება და ასე შემდეგ. შეიძლება თუ არა ეს იყოს მშვიდობიანი. არ მესმის ეს რას ნიშნავს. ანუ სიყვარულით მკვლელობა ესე შეიძლება ვთქვა? აი შევიდნენ თქვა ტერორისტები შევიდნენ შენობაში დახოცეს სიყვარულით ხალხი. ან სიყვარულით დახოცილები გამოიყვანეს, რას ნიშნავს ეს? ეს ხო უაზრობამდე მისულია. უბრალოდ სიტყვათა თამაში კი არ არის ეს გვათხოვები. აი მე რა მახსენდება თქვენს გახსოვთ ალბათ. იყო ასეთი შემთხვევა 2005-6 წლებში, როცა უნივერსიტეტს შემოუტია ლომაია სააკაშვილის ჯგუფმა რეფორმა რო დაარქვეს. მაშინ მოხდა ასეთი რაღაცა, იმდროინდელი რექტორი გამოდიოდა და არღვევს კანონს. კანონში წერია გადაყვანა სიტყვა. არსებული ნომენკლატურის, აი პროფესორი, დოცენტი, მასწავლებელი უნდა კანონის მიხედვით უნდა გადაეყვანათ ახალ ნომენკლატურაზე. ეს იყო სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი. კანონში პირდაპირ ასე წერია. პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს გადაყვანა, შემდეგ ეს გადაყვანილი პროფესორები ახალი ნომენკლატურით რო სახელმწიფოებრივი პროფესორები აირჩევდნენ საბჭო რექტორს და ის დანიშნავდა მერე ახალ არჩევნებს. ამათ პირდაპირ მოინდომეს არჩევნების კონკურსის გამოცხადება. და მაშინ ავდეხეთ ამბავი, ეს მაშინ დავიწყეთ ეს ლომი, რომ ეს არ არის კანონის, არ ღვევთ კანონს. ხუბუა გვიმტკიცებდა, რომ გადაყვანა ნიშნავს კონკურსს. ახლა გადაყვანაა და კონკურსია. და მაინც ჩაატარეს ეს ისა, ამიტომ რომ ძალამად ხელში იყო იმ პერიოდში. აი ესეც ასეთი ნონსენსი ხდება ხოლმე, როცა შეუძლია ადამიანს ამტკიცოს, რომ ეს თეთრი კი არ არის, ეს არის შავი. ეხლა სიტყვის თუ არ გამიგზელდა, არა, საინტერესოა. სიტყვის გადატანითი მნიშვნელობა და პირდაპირი მნიშვნელობა არსებობს ასეთი. მაგრამ არსებობს ეს საკანონმდებლო ენაში სხვა რაღაცა, ჩვეულებრივ პუბლიცისტურ ენაში სხვა და ეს რა ჟანრში ჯდება მაშინ? ლიტერატურაში სხვა არის. მშვიდობიანი დამხობა. ილია ამბობს, რომ კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლკარი, კარგი აქ ნიშნავს ცუდს თავისთავადია. რა ლამაზია წყეულო შერზვითა ლაღდი წყეულო მიმართავს არ აქვს სიყვარულით. ეს მხატვრული ლიტერატურაა და ის მხატვრული იქნებ მხატვრულად გველაპარაკებიან ახლა. ხო, მაგრამ მხატვრული ლიტერატურას მხატვრულად არ, ეგ იცი რასაც გველაპარაკები, უბრალოდ მათ ასე სურთ. იმიტომ რომ იმართლებენ თავს, ვერ გეტყვით ვერაფერს, ეს არის სხვათა შორის. ანუ ქართული ენა ასეთ რამეს არ ცნობს, ხო? მშვიდობიან რევოლუციას. არ არის ეს ქართული, ახლა ჩვენ ვიღაცას ეშლება ქართული შეცდომაც არსებობს, მაგრამ ესენი დაჟინებით იმეორებენ იმას, რაც არ არის სწორი, რაც არ არის მართალი და არ ვიცი რა გითხრა ეხლა ამას რა ქვია. ასეთი რამე რო დაეწერა თქვა სტუდენტს მისაღები გამოცდების დროს, რომ მშვიდობიანი დამხობაო, ჩათვლიდით რომ ქართული არ იცოდა? თავისთავად ცხადია, იქ აბიტურიენტი გაცილებით უფრო პასუხისმგებლიანია, ვიდრე თქვათ ეს პოლიტიკოსი, ბარევარი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ მან იცის, რომ ასეთ რაღაცას მას პოლიტიკოსი არა, პატა მურჭულაძისგან წამოვიდა ისინი ამბობენ. მას არ აპატიებენ ასეთ რაღაცას იცის და ამიტომ ის ამისთვის დაზარავდება. მაგრამ ამას პატიობენ ამას და არ ზარავდება და ეს არის ჩვენი უბედურება.